ახეთ მეგობრებო, რა ლამაზად არის ჩამწკრივებული ყვითელი, სტაფილოსფერი და მწვანე ხსნარი. ეს ის კონტაქტებია, გუშინ რომ დავიწყე დამუშავება. მოქრული კონტაქტების აი ამ კოლბაში არის რელეების კონტაქტები და საკმაოდ სულთად დამუშავდა და შესაბამისად ფერიც ყვითელი აქვს. აი აქ როგორც ჩანს, ცოტაოდენი რკინაც გაგვიყვა. უფრო სტაფილოსფერში ეწასვლა. აი აქ კიდე ცოტაოდენი სპილენზი ან ლატუნი გაგვიყვა და სავარაუდოდ უფრო ლატუნი, იმიტომ რომ მწვანე ფერზეა სპილენზი, უფრო მოლურჯო ფერს იძლევა რა. ეს ყველაფერი გადაიფილტრა, კარბამიდით გამონეიტრალე და ეხლა მოვაზადებ რკინის ძაღლის ხსნარს და დავიწყებ დალექვას. მე გიდრაზინ სარქმარობ რკინის ძაღას. როგორც თქვი აგერ, ჩემი გამზადებული რკინის ძაღაა, დავასხი წყალი და დავიწყებ უკვე დალეკვის პროცესს. ეგრევე შეეთყობა ხსნარს რეაქცია, ნახეთ, ეგრევე გაშოვდა. ეს ლამაზი ფერები გადადის ყავისფერში ყველგან. იმიტომ რომ ოქრო იწყებს გამოყოფას. აი, ზემოდანაც დაცურავს უკვე ოქრო. აი ამ კოლბაშიც ზედაპირზე თქობა რომ ოქრო დაცურავს. დაველოდები ახლა აქედან დალექვას სამივეზე გადავრეცხავ მე ცალკე და ავწონი უკვე დალექილ მასას. რა გამოგვივა. სასურველია რომ სამივედან ცალკე ავწონო, მაგრამ ნახოთ რა რაოდენობის დაილექება. საერთოდ თუ აღიქვავს თუ რომელიმეში ძალიან ცოტა იქნება, მომიწევს გაერთიანება და ერთად აწონვა რა. რო სასწორმა აღიქვას წონა. დალეკვის პროცესი რაღაც ეტაპზეა მისული აგერ. ოქრო როგორ არის დალექილი. ნახეთ როგორ დაცურავს, კიდე ილექება აგერ ფსკერზე, ნახეთ როგორ წმინდავს. ეს რაც დაცურავს და